რა ცუდ ფიქრებში აი ილოს თავი ფიქრებში ფიქრობ სურათი რაც იაკი არ უნდა მოვდიოდე ამათ უნდა დაიჯეროთ მე ჭიავად ამათ მართლა უნდა შეეშინე თორე აზრი არა აი პირველი ვინც მასე ჩემ ბორის პაიჭაძეა ამას პირველი ალექსანდრა პაიჭაძეა აუმარჯოს მაყურებელს, მისაყოლებელი პოდკასტი არის ეთერში და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ბევრი საუბარიც ვერ შეაწუხებს ვერავის ვერასოდეს. ილო ბეროშვილი. მადლობა რომ მოხვედი, ილო. მადლობა. გაგიმარჯოს, როგორ ახარ, როგორ გიკითხოთ? კარგად ვარ, მადლობა მოწვევისათვის და შენ რო თქვი ადამიანი, აი ეს ხო დაიწყე და იმდენად ვარ ბავშვების პონჩი ამ კომიქსებში უკვე რა, აი სპაიდერმენი, სუპერმენი რაღაცა რომ შენ რო დაიწყე რომ ადამიანი ახლა გაგრძელება მესმოდა ობობა. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ადამიანი ობობა და იქ ხარ ადამიანი ობობა ბავშვებისთვის ისე ან თოვლის ბაბუ ან რაღაცა. ეს ეგროლი. ყველაფერი მიწევს. დღეს ვიყავი ჭია. დიდი ჭია, რომელიც არის Roblox-ის ჭია. და ეს Roblox-ის ჭია, კაროჩე მოვდიოდი და თან უნდა ითამაშო ბიჭო და თან პატარები რო არიან, აი ეს პატარები როგორ არიან, იცი ჩემი ბეი რობიკოს ტურვოსები გიდგებიან და გეუნებიან, რომ არ მჭერი. და თამასავთ იმის დედავადია და მე მიწევს აი ჭია კი არ უნდა მოვდიოდე. ამათ უნდა დაიჯეროთ რომ მე ჭიავად, ამათ მართლა უნდა შეეშინე თორე აზრი არა. დარტული. მე სტანისლავსკის მეთოდი მაქვს სახში, შეჭემო მე გადავა. და Roblox-ის ჭია უნდა იყოს. რაღაცებს ვაკეთები, კაი როგორ ვიხარჯები. ეგაი სასახიობო გამოცდილება რო და გაქვს მომიკვდეს რომელიმე როლში ან რამეში თუ ესე მიშოვა. როდესმე. გადავები. არა, კაი ის არის. გარემო იდეალურია თან მაგრამ თოვლის ბაბუა, რამდენად პრობლემული იქნება თოვლის ბაბუა რომ მიდიხარ ახალ წელს? თან ამათ ისიც აქვს. დუბლები რა, მეორე დუბლი მესაი თუ არ დაიჯერა, არ გამო ახლიდან მამა ხო ხდები და აი კონტენტი შემოდე. გათამავებული ყავს ახლა შენ და მაგითო. ხო და რეჟისორობაში. მაქს სტრესში ეხლა მაჯახე რომ არ სვამოდი და თო და როგორ უძლებ მე მაქს სტრესს. მეტი დალია უკვე სხვადასხვა. ერთი ბოთლი. ხო, ჩიპსთან ასწავლის მაგითა. ჩიპსის სხვადასხვა შველი. ფორმატია ფაქტიურად ეხლა აკლუდის დალევა უარ. კი ბატონო. მადლობელი გენაცვალე. ჩიპსი ჩვენი წარმოგენი ლუდისა. აუ მადლობა მათ. ბავარია ჩვენი მეგობარი ლუდი. მათ მადლობა და ჩვენი ახალი სპონსორი ალკოსფერო ჩვენს გვერდით არის. აქ რა ვიცი ვერ დაგაძალებ ილო, მაგრამ სურვილისამებრ იქნება საშუალება რომ მივირთვათ. მე და უნდიშა მივირთმევთ რა ყველა ვარიანტში. არა, რო შეხედავ ისეთი მუსიკური პონტია, თო რაზია, ბაზარი, მაგრა გაასწორებს, მაგრამ პროსტა ვერავსო, ბიჭო. ეს გასინჯული აქ. არა. არა, ეს ძალიან ისეთი ის არის. ძალიან გამისწორდა მე. რა ქვია, ხინკალი იქია. ხინკალი უნდა წაიკითხო რა შეხედავ. კინაჰანს. კინაჰანს. ასე ირლანდიური ძალიან ძველი ლუდის არის რა. კინაჰანს. მაგისთვის გამოგიგზავნეს ამათან არის ექსკლუზიურად ალკოსფეროში არის ყველგან ბლადი კინაჰანს. გაერთო დრინკით. ხო და სასმელები ზოგადად არა თუ ეხლა არა თუ როგორ არის საერთოდ მე ისეთი ცხოვრებით, ჯანსაღი ცხოვრებით მაგ ნაცხოვრები. როგორ ну а ეს ალბათ რო აი ხვანჭკარა ყველასე ისეთი რამე რაც სასადრიალე ერთხელ მახსოვს უბრალოდ ერთ-ერთი შემთხვევაა ჩემ ცხოვრებაში ხვანჭკარით გავსკდით მე და ნიკოლოზ რაჭველი. აი ეს იყო ჩემი ისტორია ალკოჰოლთან დაკავშირებული. ეს მეტი ჩემ ცხოვრებაში სად რა? არავის არ შეუძლია. ну ერთი პერიოდი კაი გამიტაცა როლისთვის მინდოდა უბრალოდ ყველაფერი გამესინჯა ცხოვრებაში და აი ნუ ეგ იყო ორი თვე. არა ხო. დალევის როგორი პონტიცი რო ბოლო დროს ვერ кайფობ დალევაზე. ხო. ანუ თემა ეგ არის. ჯერ ეს ერთი მართლა იმდენი მაქვს თავის დროზე დალეული რომ ეხლა მე რო დავლიო მაგალითად რა, აი ჭაჭარო ხამე დავაი როგორი სუფთა ჭაჭას არ უნდა დავლიო, რამდენიც არ უნდა მივაყოლო და როგორ ჯანსაღადაც არ შეიძლება დავლიო თუ შეიძლება საერთოდ ჯანსაღად დალიო. აი მანდ მეორე დღეს მაინც მაქვს დისკომფორტი. ბავშვები სამს რაღაცა და არ მიხის მეორე დღის დისკომფორტი. ჭია მაქვს თამაშებელი. სუპორმაში უნდა. არა, აი ვერ кайფობ რა. რაღაც ნუ კი ხა აი თვეში ერთხელ შეიძლება მე და ჩემო მეუღლე ნუში, ფრანგული ყველი ღვინო ვაინ, ხვანჭკარა, only ხვანჭკარა, semi-sweet, it's beautiful. მაგას ვაუთ და ეგ არის რა და მაგრამ აი ესე რაღაცა ვერ რა. აი განსაკუთრებით ლუძი ცოტა მბეროს, მაგრამ თქვენთან ერთად ასწორებს. ხალხს გააჩნია მეგობრებო, ვისთან ერთად ვსვამ თუ ვერ ერარო სამთარი ერთად დავარე.
ხო, არა და მეთქი აი შევბერავთ თქო ბოლომდე თქო, არა, გასაგებია ხა ადამიანს არ უყვარს დალევა. არა და შევბერავ. ილოსთან ერთად დავთრობი თქო, სათქმელი მექნება სათქმე თქო. მე ჭიას განახევდა და ხო, არა, რომ ცოდნო და ღვინოსაც მოვიტანდი აუცილებლად და ღვინოს დაგისხამდი, მაგრამ არ ვიცოდი ეგ ინფორმაცია. სხვათა შორის რაღაცა მინდოდა მეთქი დამატებითი ინფორმაციას ვიპოვი ილოზე თქო რა და გავგუგლე ილო რა ანუ პირველი სურათი რაც ვიჭო ანუ ეს შენ გენაცვალე ეს არის ის პერიოდი როცა სვამდი ეთყობა რა კი არა მაშინ მართლა გაპარსული ვიყავი ხოლმე რა არა სიკო ხო და არ ვიცი ეს სურათი რატო მომიგდო პირველი არ ვიცი აი წარმოდგენა არ მოქვს შეიძლება ალგორითმშია ერო აშკარად თან იქაწერია ძალიან კარგად რუსულად ამომიგდო ილია ბერეშვილი ილო ვეროშვილი მაგით ამოგიგდო რუსულად პაეტ ბიჭო მე ცხოვრებისეული პაეტი როგორ ლექსების წერა როგორ გამოგდის ჩემი საქსიელები წერ რა ლექსების წერა როგორ გამოგდის იცი რა ერთი ორჯერ ხადე და ნუ რო წავიკითხე მეთქე რატო უნდა წაიკითხოს ეს მესკი და მივხვდი რომ აღარ უნდა გამეწერე სამსახიობო კუთხით წინსულები თუ გაქვს ანუ ახსიახლეები ან რამე ეგეთ ბიჭო ეხლა ხან შემოთავაზეს აბა ფილმი სადაც უნდა მეთამაშა ნუ აი კრიმინალური ავტორიტეტი იყო თლად ქურდი არა რაღაცა ჩეცდასში რამე ცოტა სხვა ტიპია ცოტა ბესპრიძელში კი რაღაცა თლად ქურდი არა მაგრამ მაგ ამ ბავში სერიოზული კრიმინალური ავტორიტეტი და რაღაცა და უნდა მეთამაშა მაგრამ იცი რა არის აი ეხლა ისეთი პერიოდი მაქვს რომ პოდკასტის დაწყებას ვაპირებ რა ეხლა მალე 60 დღეში მაგას ჭირდება თავის YouTube ჩენელი მაგას დრო უნდა რაღაცეები და ეხლა ერთი კვირა მაგ ამბავზე ჯერ ეს ერთი ზუსტად ვიცი რომ აი ბევრჯერ მომსწრია ცხოვრებაში რა რაღაცა რომ გინდა ძალიან მეც მომენატრა ეხლა რა რაღაცა ეხლა შეიძლება პროფესიით არ ვარ მსახიობი მაგრამ მოთხოვნილება ამისი სულ მაქვს ამაზე უარის თქმა ძალიან რთულია იმიტომ რომ გინდა რომ თან ეხლა ხანს რაღაცა ეგეთი მაგდაგვარ სტილში სერიალი ვნახე და აი ხელები მეკავებოდა და მეთქი აუ რაღაცა ამას ვიზავდი იმას ვიზავდი და რამე მაგრამ ამბავი ის არის რომ უბრალოდ აი ამ ეტაპზე ნახე იმისათვის რომ რაღაცა კარგად ითამაშო აი საქართველოს მაგალითად კრიმინალური ავტორიტეტები ძალიან იშვიათად რომ კაი გამოვიდეს იმიტომ რომ ძირითადად ძალიან მანერული გამოდის ხოლმე და რატო და რაღაცა ეხა ცხოვრებაში ანუ ვისთანაც ეხა ჩვენ ყველანი 90-იან წლებში ვინც გაიზარდა ან ვიცით ეხა დაახლოებით როგორები არის ხო და ამიტომ ეს მუდმივად სულ აი გადაჭარბებებმა და რაღაცეებმა ცოტა ამიტომ ეხა მე რო რაღაცას ხელი მოვკიდო ეგთან ადვილი სათამაშო არ იქნება იმიტომ რომ შენ რო შაგუ გაქვს ნათამაშები ყველა წავა შაგუსკენ მაშინ რაღაცა უნიკალური უნდა მოიფიქრო რაღაცა ისეთი რომ აი რაღაცა მისი სულის ანაბეჭდი დაითრიო იპოვო და დატოვო რა იქნება შენ ეხლა მაგისთვის როცა რაღაცა პროექტები ძალიან ჩარჩქარა მაქვს დასაწყები და ცალკე კიდე ვერ მოვასწრებდი მომზადებას ხო ხდები და მარტო იმიტომ რომ სურვილი ეგრე ბევრი რამე გამიკეთებია ცხოვრებაში და მე მინანია რა ხო და არც ის რეჟისორი მსახურებს არც ის ფილმი მსახურებს რომ მე მომზადებელი ვიყო და მეც საყვარისი რა იმიტომ რომ მე ძალიან ვიცი რომ ძალიან უნდა განვიცადო ეგ თუ არა როლიდან როლში გადასვლა ხო ძნელია ზოგადად აი რაღაცას რო თამაშო ჭიას რო თამაშო უცებ გამოხვიდე და მე გავი ძველი ბიჭი ითამაშო იქ ან რაღაც გაგიჭირდება თან მაგეც გასაправებელი არის შეგიძლია უთხრა რომ მე დღეს Roblox-ის ჭია ვარ რამდენადაც ვიცი და შაბათობით და ხუთშაბათობით მე არ მიცდია ეგ მე რამდენადაც ვიცი გამოცდილებას მქონია მაგის რომ ძალიან ბევრი დრო და ენერგია ჭირდება ანუ არა მარტო იმიტომ რომ ზოგადად მსახიობობას ანუ თვითონ აი გადასაღები პროცესიც ანუ რა ძალიან ის იყო ხო გამოცდილება არ მაქვს დიდი არაფერი ერასდროს ვერ დავიბრალებ, მაგრამ იყო ერთხელ მცდელობა სერიალი, რომელიც არ გამოვიდა, ერთი ეპიზოდი გადავიღეთ. სხვადასხვა მაგის გახსენება სიკო იყო რეჟისორი სერიალის. აქედან მოკითხვა. სიკო თუ ილო? ილო იყო რეჟისორი და დილის ერთი ეპიზოდი იყო გადასაღები და მე მქონდა მან ორი სათამაშო რაღაცა აი ძალიან პატარა მონაკვეთი რა. ორივეგან ჭამდა. გაგიკვირდება და ერთგან არ ვჭამდი. ხო, ერთგან ვცეკვავდი. ხო და დღის დილის 10 საათზე დილის 10 საათზე მივედი სეტზე და მეორე დილის 7 საათზე მოვჩით მაგ ყველაფრის გადაღებას. ერთი ეპიზოდი, რომელიც ანუ
რეალურად მე მან ვითამაშე, შეიძლება ეგ სერია რომ გამოსულიყო მექნებოდა აი მაქსიმუმ 15 წამი ალბათ სერიაში რა და ანუ ეხა ეს გადავიღოთ, მე ის გადავიღოთ, აი ეხლა მოგიწევს შენ და თან ცოტა არეულობა რა. თან ეხა ამ ფილმში უნდა ყოფილიყო სპეციფექტები და მთელი ამბები და ეხა მაგას უი ხო ეგ ძალიან ვაფშე რთული. ხო, მეორე თან იცი რა არის ხო არა ძალიან მომენატრა, მაგრამ აი ეხა ჩვენ ქონა მაგალითად შეცდოში რახან შენ ახსენე რომ აი როგორი წელება და რაღაცები ეხა ადამიანების უმრავლესობა მაინც ვერ აღიქვავს რა შენ რა აშრო მასდებ იქ მეც ვერ აღიქვავდი სანამ მე თვითონ მქონდა შეხება ხო ხდები ამიტომ თულად თუ წარმოუდგენია ვინმეს რომ ეხა რაღაცას მთლიანად სერია რო გრძელდება 45 წუთი იქიდან დაახლოებით 10 წუთი რაც არის ხო შეიძლება იმაზე ყოფილიყო დახარჯული 3 დღე და კონკრეტულ ერთ სცენაზე რომელიც საერთოდ იქ შეიძლება 2 წუთნახევარი გრძელდება შეიძლება მთელი დღე ყოფილიყო დახარჯული იმიტომ რაც უფრო მეტი ადამიანია სცენაში ვით უფრო მეტი კადრი გჭირდება სათითაოდ იმისი მისი რაღაცა და ну ტექნიკურად მოკლედ ცოტა ისეთი იწელება რა გინდა არ გინდა რა მე რა ხა საქართველოში კიდე ხო იცი ორგანიზების ხრივ კიდე რა ბაზარია და თუმეტეს ეხა ამდენი ქართველი თან მსახიობი ხალხი ერთად რო ახლა გოთე სახალხო არტისტაბე ის მე იმაზე ადრე არ მოვიდა ვერ მოვიდა უკვე გამოეთრამა მოვალე ხლავე მაშინ და მე თამაში დროს ხო და მოკლედ ის არის რა ჩვენ 12 საათი ქონა გადაღება ერთხელ და როგორი ამბავი ხდებოდა გარეთ არის სიცხე ანუ აგვისტოა რა ჩვეულებრივად დასაწყისი აი როგორც ხელა იცი და ღამის სცენა გვაქვს გადაღებული მაგრამ დღეა და ის რა ხო აღებული გაქვს ანუ ლოკაციას რო იღებ ხო ჩაედიო და მოკლედ პონტი არ იყო გადაწევის რა და გვიწევდა რომ დღისით გადაგვეღო ღამის სცენები რაც იმას ნიშნავდა რომ უნდა ჩაგებნელებინა და შავი ფარდა იყო ჩამოწეული წარმოიდგინე კონდიციონერს ვერ თავდით იმიტომ რომ ხმაშებია და პონტი არ იყო მაგისი და ჩვენ რა დღეში ვიყავით იცი აი თან მე პიჯაკი უნდა მწმოდა იმას ის და ნუ აი ძლივს უნდქავდით უკვე რა აი ოფლები ჩამოგდიოდა და იქ ერთ ცუდად გახდა ტუალეტში გაიქცა იქ რაღაცა უცელთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და ნუ აი გავკი შევიყავით ბოლოს და ნუ აი როგორ ვითამაშე და როგორ მივიყვანეთ ბოლომდე არ ვიცი მაგრამ ნუ აი ეგეთი ისინი ქონდა რა სვეჟად რომ უნდა გამოიყურებოდე რა ყველაფერთან ერთად და სახე აი აღარ შეგიძლია აუ რა იყო იცი ხა წარმოიდგინე როგორია ხა მართლა 12 საათი რო წვალობ და მე სადღაც უნდა მიხვიდე და იქ 2 წუთნახევარი უნდა იყო ან შეიძლება რომ არ მოხვდეს კადრში არა იქ იყო ხო ეგეც ძალიან მაგარია რომ ძალიან მაგარ შეფასებას რო გააკეთებ აი რომ რაღაც სამყაროს შეუერთდი მადლი გადმოვიდა შენზე და აი შენ ცხოვრების მომენტია ეს ისეთი რეაქცია გააკეთე და უცებ აქტორს შენი კეფარო ჩანს ხო იქ დილის 5 საათზე ვიღებდი სცენას სადაც ვერთობით და ვცეკვავთ რა კამანდა და ანუ აი როგორ გინდა 10 საათიდან სცენაზე აღარ შეგიძლია და უნდა აი რა მეთქი დამაძინეთ გთხოვთ ხალხო გამიშვით სახში ხო არ მემსმენია ეხლა შეცდოში მაგრამ გამოცდილება ძალიან თამაშობდნენ ეხლა რამოდენიმე კაც და ეგ იყო ხოლმე ძალიან პრობლემა რა რომ ორგანიზების ის ანუ ჩავიდნენ 11 საათზე შევიკრიბოთ თქვათ რომ იქნებოდა ვიღაცა 2-ზე მოდიოდა მსახიობი ერთი და ხა ისიც რო არის იმ იმაში რა ქვია სცენაში შანსი არ გაქვს რა და ხო მაგრამ არის ლოდინი გიწევს რაღაცა ის და ძნელია რა რთულია იმიტომ რომ ნახე ამ ხელა ქარხანა საქართველოში ხა ხო იცი როგორი არასტაბილურობის განცდა 1000 პრობლემაა რა მაშინ ყველაფერი ისეთი უნდა იყოს დაალაგებული ხო ხდები ხო დაიწყო განათლების სისტემიდან ახვიდე მე იქ პედაგოგების ყოფნა არ ყოფნაზე გაქვს დეფიციტი თუ არ გაქვს ზოგადი განათლება ეს ის ხდები მე პროფესიონალიზმი მიდიხარ უკვე მაშინ ესე იგი დაფინანსება სტაბილური გჭირდება გესმის აწყობილივით ესე რომ ყველას თავისი რა სტაბილურობის განცდა კონდეს სამსახურში მიდიხარ ბედნიერი ხარ ერთი სული გაქვს რომ კარიერულ წინ წახვიდე შექმნა რაღაცა საინტერესო მე ამისგან გავაკეთებ და ეხა ეგრე რო არ არის და რომ მიბობღავ იქ და იქაც რომ ვიღაცა სამი თუ ხელფასი არ აუღია და მაინც რომ უნდა ეყოს ძალა რომ ამ ხელა კამერა მოიკიდოს და ნერვები არ იმას მოეშალოს მე 7 დუბს რო აკეთებ ხდები შენიკა და ნუ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის რა თქმა უნდა რაღაცა ნაწილი მაინც ეს საქართველოში არის ეს რომ ორგანიზების კუთხით ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს რა ჩვენ რა და ანუ ეგ თავისთავად არც ის არის კარგი რომ აი სულ რაღაცებს გადააბრალო რაღაცები ხანდახან სიზარმაცით გვემართება ადამიანებს არა მარტო სტაფს სახიობებს ყველას მაგრამ ჩემი აზრით აი ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან რომ აი დინამიკა აი ყველაფრის დინამიკა არის არასწორი რა აი თითქოს ჩვენ ქვეყანაში რაღაც ასინქრონში ვცხოვრობთ ხდები და
არასწორი მგონია. ეხლა ამასინქრონს რომ მოგონდეს რაღაცა პროდუქტიულობა, მაშინ ბაზარი არ არის. შეიძლება ეგ ყოფილიყო ჩვენი ვისაც ჩვენი ასინქრონი არ მოწონს, სინქრონი დავატირე, მაგრამ როცა იცი რომ ეს გაზიანებს, ეგ ცუდი. რეალურად ხო ცუდისკენ მიდიხარ. ვიჯორჯიაში რომ თამაშობდი, როცა ჩვენ ყავდა იტალიური მცველი ჯანი კარნევალე, ვარჯიშები იყო სხვანაირი, ხვდები? ანუ აი ჯერ ერთი კვება გქონდა სხვანაირი. აი ტიპი რომ მოვიდა და ნახა რომ რაღაცა შვედური მაგიდა გქონდა ხოლმე სასტუმროში და ლიმონათებს ვავდით და ქაბაბი და რაღაცა ტიპმა თქვენ გიჟები ხო არ ხართ ხოლ თამაში რეებს ჭამთ. მაგის მერე შემოგიტანა მენიუ, სადაც იყო სპაგეტი, შავი პური, თქვა, ნელთბილი წყალი, ტაბლეტი იყო რაღაცა ვიტამინი, რომელიც უნდა დაგველია ხოლმე რა. ძალიან გაგვიჭირდა პირველი 10 დღე, მერე დავფრინავდით, ხო ხტები? და მაგას ქონდა ისეთი თამასა, რომ ვარჯიშის დროს, ანუ აი როგორ გითხრა, არ ხოთი ოფრი რო შეგაშრება თუ აი მე ყველას დიდხანს ვერ როგორი მონდომებული ტიპიც არ უნდა იყო ფეხბურთი არის გუნდური სპორტი რა და ვარჯიშიც უნდა იყოს გუნდური თუ არ არის აი ეს სუხიშვილები ვითმთლად არა მაგრამ აი ეს რაღაცა ის თუ არ არის მუდმივი მოძრაობა იქ რაღაცა ყველას მონდომებას ხედავ აბა აი მე უკვე ისე და საქართველოს მაშინაც ყოველთვის არასდროს არ დავღრილ ვარ თუ ჯანი კარნევალის ვარჯიში იყო რას გულისხმობ ხა იმიტომ რომ 4ჯერ და 5ჯერ უფრო მეც ვიხარჯებოდი თუ არ ვიცი, მაგრამ არ ვიღლებოდი. იმდენად სულ მოძრაობა იყო და იმდენად ზუსტად იცი რომ რაღაცა კარგის ნაწილი ხარ და აკეთებ და ვითარდები. იმიტომ რომ მე გიხრის რა და როდესაც აი რაღაცნაირად უაზრობა, აი არაფერს უარ ემსახურება, ისი გავიდა მოსწია სიგარეტი იქ იმას არც ალიე ტელეფონზე. ხო ბიჭო, მე ანუ ხო ხტები აი და მე აღარაფერი აღარ გინდა. короче, სისტემაში თუ ერთი ჭანჭიკის მოშლილია, უკვე მთლიან სისტემას ანგრევს რა. ეხლა ამისი ანალოგი მოვიყვანე, უბრალოდ რა ხდება ყველა სფეროში. კი. აი და გადამდებია. სხვათა შორის ხო იმის აი სერიალების თემაში ის იყო რომ ერთ ადამიანს, როდესაც აი ეხ მაგალითად დარწმუნებული ვარ, შეიძლება თულს ვამბობდე, მაგრამ ეგრე მგონია რომ ამერიკაში რო იღებენ სერიალს, პირობითად ამერიკას ვამბობ, რომ იქ ჭიქის ყავის მიმტანი სხვა ტიპია და შუქის აი შტეპსელისში რო შეარჭოს განათება ის სხვა ტიპია. ჩვენ და საქართველოში ერთ ადამიანზე არის ალბათ 10 საქმე და საბოლოო ჯამში გინდა არ გინდა რომელიღაცაში ამათიდან რაღაც მინიმალურ შეცდომას დაუშვებს, რომელიც აისახება მე სხვა დანარჩენზე რა და ეგეც პრობლემაა და ეგ იმდენად ის კი არ არის რომ რაღაც აი არ შეგვიძლია მაგის გამო ფინანსები არ არის საკმარისი და ფინანსება არ არის მაქს ფეროსის საკმარისი მოთხოვნილებაც არ არის და მაგის გამო არის ყველაფერი შეშე არ არის შეშე არ არის მაგრამ ერთ-ერთი კიდე მანდ რა არის იცი ერთი რაც შეიძლება რომ თქვა ჩვენი ბრალი იყოს თუ რაღაცა ხოთი ანეკდოტები ტყუილა არ იქმნება რა ანუ რაღაცა ცხოვრების გამო ტყუილა რა მოხდა სადღაც იმას როგორც ფილმებში რო იყო ხოლმე ხოთი based on a true story თემა ხო და ანუ ნახე აი ეს ანეკდოტი რო არო კახელი რო წერს და ვიღაც მისიონერი რო ჩამოივლის რა და რო დაელაპარაკება რაღაცას სპანიოლ თუ რაღაცა ის აი ინგლისურად ეტყვის რომ you believe in God the blessed in რაღაც ადი ბოშორდი მეთქი თუ რაღაც დაელაპარაკება ფრანგულად რომ ტრანსლანა თუ რაღაცა და 10 რაღაც კაროჩე 5 ენაზეც ის ტიპი რო ავი რუსულად ეტყვა ვერაფერს ვერ გააგებინებს რო და წავა ტიპი რა კაროჩე რა და ეს ცოლი ჩამოდის მარო და ეუბნება აი მიხო ერთი ენა მაინც რო გწოდნოდაო ეხა ხო გამაგადგებოდაო და იმაი რა გამაგდგა ეგრე თუ შეხედეს აი დემაგოგია რეალურად რა ხო ხდები კი არ გამოვადგა მაგრამ ნუ გამოვადგება სხვა 5 შემთხვევაში შენ რა საკეთებ ხო ხო და ქართველების მიდგომა ხო და ანუ ეგ რაღაც არის იმიტომ რომ მე მქონდა მაგის გამოცდილება როდესაც ამერიკაში ვნახეთ ჩვენ მქონდა პატივი გვენახა მართლა ჰაი ლეველი რა არის კომედი ცენტრალზე ან ჯონ სტიუარტის შოუზე მაგ საუბარი და იქიდან რომ გამოვიდნენ აი ვიღაცებმა დაასკვნეს ჩვენი დელეგაციიდან ჭყალებში ის რომ თურმე რამაგრები ვარ ჩვენ რომ აქ სამი კაცი აკეთებს იმას რასაც ისინი აკეთებენ იქ 250 და ეხლა რა აზრია ეხლა მან თქო უკვე სხვა რაღაცასთან გაქვს საქმე ხო აი რა ეგო უნდა კონდეს ჯერ ანუ ესენ დებილები არიან და 250 კაცი ჭირდებათ და ეგეთმა ქვეყანამ რომელმაც შენ სამს რო აკეთებ შენ რაღაც თქვენ სამი რასაც აკეთებ მაგას 250 ადამიანი ჭირდება თურმე აი ეგეთი ქვეყანა აშენა 2 საუკუნეში 3 საუკუნეში ანუ დებილებმა აშენეს თუ აი რაღაცა ლოგიკა ხო უნდა კონდეს და აი ეგ ცოტა გამაღიზიანებელია როცა მუდმივად ის მომენტი გაქვს რომ ანუ სუცდილობ რომ რაღაცა რაც შენზე შეიძლება უკეთესად კეთდება იმიტომ კი არა რომ ან შენზე ნიჭიერი ან ის არა ნიჭიერი საკმარისზე მეტი გქ ჩვენ მაგრამ რაღაცა სკილები კიდე მნიშვნელოვანია ამ ნიჭის განვითარებისთვის და მე ამ ყველაფრის რაღაცისთვის რა ხო და რა ვიცი ხა ეგ ხო ყველაფერში ეგრე გვაქვს ჩვენ ქვეყანაში საერთოდ ნებისმიერ სამსახურში რა ვიცი სადღაც რაღაცა ყველა ეგრეა რომ ყველა მაგას ამბობს რომ იმაზე მეტი მაგ დავალება ვიდრე შემიძლია გავაკეთო
თან ელემენტარული მაღაზიაში რო შეხვიდე კონსულტანტი. გიორგი, ორნაბიჩი ნამუშევარი ადამიანი გახლავართ. ლუდები უნდა ეწყოს, აქეთ იატაკს უნდა წვენდეს და იქ სალაროში ატარებს კიდე რაღაცას. მე აი ლელა წამიშალე და გამორბის ვიღაცა იქიდან რაღაცა აი საშინელებები ხდება. იმიტომ რომ თინდა რომ ცოტა გადაუხადო ვიღაცას, მაგრამ ფინალში ხო ეგ არის რა, რომ ვიღაცა ტიპის ზევით და ჭამს იმდენს, რომ არ უნდა რა ქვევით იმ გელას მივცემ რაღაც 50 ლარს და გატოხნის იმას იზავს ასფალტს გავუსწორებს და ყველაფერს იზავს. აი ახლა წელს იყო როგორც მახსოვს ქართულ ჯიგრულ პონჩი ძალიან кайფია. TikTok-ზე ჩვენი ის არის. TikTok-ზე შევხვდა ოღონდ ქართულ ჯიგრულ პონჩი ჩვენის რა არის იცი? მოდი შე Game of Thrones-ში რო ყველა დროშას რო თავისი ვალებს აი ეგრე არის ქართულ ჯიგრულ პონჩი არის ჩვენი დროშა სტარკების ჩვენი ის არის დევიზია. ხო და მე გავუცდი ყველაზე მეტად იმაზე რომ აი ქართველებმა ყველაზე მაგრამ ვიცი აი თავის დაბრმავება რა რომ აი ვერაფერს ვერ ხედავდა ეხლა წელს რომელიღაც არხზე იყო ეგ ნიუსი და TikTok-ზე შეხვდა რომ ქსელურ მაღაზიებში მონურად ამუშავებენ ხალხს ანუ 20-25 მთელი რა ვიცი 20 წელია ეგეთი რაღაცა ხდება ქსელურ მარკეტებში მე ვმუშაობდი 4 წელი ორნაბიჩში ხო და მე ვმუშაობდი 4 წელი ხო არიქა და სამი breaking news რაღაცა და 4 წელი მუშაობდი ორნაბიჩში და ანუ კონსულტანტი ადმინისტრატორი მენეჯერის პოზიციაზე ელექტრიკი და დამლაგებელი მე ვიყავი როგორ ელექტრიკი და დამლაგებელი არა ელექტრიკობაც მომიწია 1-2 და დალაგებას რა შეეხება ვიქტორინოქს კონსულტანტი კონსულტანტი რო ვიყავი მომიწია რაღაცა ნუ მომიწია რა ეხლა ჩვეულებრივი ამბავი იყო დამლაგებელს არ იყვან და კომპანია და ამბობდა ამართლებდა რაღაცა იმ სტილში რომ მოიპარავს თუ რაღაცა მსგავსით ამართლებდა ნუ მოკლედ არ გვინდა ჩაღრმავება მაგრამ რაღაცა მსგავსით გაამართლეს რა ცუდი წარმოდგენაა მოიპარავს ნუ ოკეი ზედმეტი ხარჯი რაღაცა სისულე კონსულტანტები ვალაგებდით მე ადმინისტრატორზე გადავედი ადმინისტრატორი ნუ ზედასაფეხურია ჭყალებში ეგრე დავარქვათ იქაც დალაგება მიწევდა მე მენეჯერად გადავედი და მე სულ დალაგება გიწევ არა მენეჯერად რო გადავედი რეგიონალური რომ მოვიდა მაღაზიაში ეს რა არის იატაკი რას გავს ანუ ვერ პოლის ჯოხი ვერ გავაგდა ხელი და სანამ ორნაბიჩი მუშაობ ყველგან ეგრე არის ვაფშე რა ხდება იცი რომ აი ეგ არგუმენტი როგორ უნდა მოიყვანო რომ მოიპაროს ანუ ეს რო ეხა ცალკე ადგედა აი მართლა რომ გოგი გვახარიასავით ეხა გაშალო საათნახევარი აი ეს ფრაზა რას ნიშნავს და რამდენად დიდი ობა ეხა ეს რა просто რა უნდა დაიხარჯო იმ დროის და ცხადია ხო რას ნიშნავს ეჭა მოიპაროთ ყველამ შეიძლება მოიპაროს შეიძლება შემოვიდეს ტიპი მაღაზიაში მოიპაროს და გავიდეს და მაშინ არ შემოუშვა კლიენტი იმიტომ რომ არის საშიშროება მოიპაროს რა თუ ამაზე გაქვს ფობია არა ნუ ეგ მარაზმია მაშინ რა პონტია ხო მაგრამ ხელფას ვისაც უხდი და იპარავს ეგ საშინელება არა ძმაო აბა რა პონტია თან უნდა ესე იგი თან რა სიტყვენ იცი რომ პახოდ უნდა გაუძღი ღიმოს სტუმარს და უნდა იყოს ეს ფრედი მერკურის I want to bring თან ალაგოს თან მოვიდეს და აქეთ I want to კოდი მიკარნახერა I want to ბაბრაგნება ხოლა მშვენიერია ხო რა და ბედნიერი უნდა იყოს ადამიანი ხო არ არის გავი ხო და მე ხო ეგ უნდა მე პრეტენზია აქვს იმაზე რომ კონსულტანტი სათანადოდ ვერასდროს მაგას მაგეთები ეს წარმოვიდგინე მაგ ფორმაში რატომ ხაც მოგრე კაპიტული break fish-ი ეს უხდება ულვაშით და ისე სხვათა შორის ისე ახლა თქვენ რასაც აღწერთ უკვე როგორც ჩანს არა შეიძლება მიიყვანონ ადამიანი ინდონეზია რომ აი გამოვიდეს რას გავსო რომ გეტყვი ეგ რაღაც ფლეშმობი უნდა შეხვიდე და ფლეშმობი უნდა მოვაწყონ კონსულტანტებმა ეგეთ მე მოგიწოდებს მეგობრებო რომ ეგეთი ფლეშმობი მოვაწყეთ ყველა ეგეთ ზმანზე იყო სოციალურ მაღაზიაში შედიხარ ყველა მაღაზიაში შედიხარ საქართველოს მასშტაბით და ეგეთი სასტავი ეგ უნდა იყოს გაფიცვის ფორმა ახლა არა საქართველოსები არ გინდოდა ხო და აი ყველაზე საშინელება ეგ არის რომ ვერავინ ვერ ხედავს მაგას ეგ არის ყველაფერი ყველას უყვის ეგ რომ ბიჭო საქართველოში როგორ ხდება ეგეთი რაღაცა ეგ პირველ რიგში თქვა რომ ჩვენი ძალიან დიდი პატივისცემა ყველას ყველა ყველა მშრომელ ადამიანს რომელიც პატიოსნად თავისთვის დილიდან საღამომდე სადღაც არის შრომობს ხდები ანუ საერთოდ შეიძლება არ ეხალისება ხანდახან ჩვენ პირიქით ხანდახან ჩვენ რასაც ვაკეთებთ
ხან გვეხალისება და ხან არ გვეხალისება და არიან ადამიანები რომელსაც საერთოდ არ ეხალისებათ მაგრამ პასუხისგებლობის ამის გამოგესმის ყველა მშრომელ ადამიანს აქედან ჩემი პატივისცემა ძალიან დიდი რესპექტი მაგაზე კარგია ყველაზე ხუმრობ და ეგ მაგას თუდად ხომ არ გავიგებს იმიტომ რომ რასაც საუბრობთ ესეც იმიტომ საუბრობთ რომ რაღაცა თვითირონია ჩვენს გვიზარმაცია ჩვენს შეცდომებს უშვებთ ვიღაცა მისი არ მიიღოთ რომ რაღაცა მაგაში კარგები ვართ ვაფშე დავართ და ეხა იქ რაღაცებს იმაში თვითირონიაში მგონია რომ ქვეყნის დიდი მოსახლეობა კარგია პრობლემა რაში ესე გიორგი გაგებარი ვართ გამომდინარე იქიდან რომ ელემენტარული ანეკდოტები გვაქვს ნებისმიერ კუთხეზე იმაზე აი ჩვენ თავზე кайფი ვიცით კარგად რა ძალიან კაია თვითირონია ძალიან მაგარი რაღაცა გადასარევია არა ადამიანი ერთმანეთის გაგება არ შეგვიძლია უბრალოდ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში გაგება მოსმენა არ მიყვარს მოსმენა შეიძლება მოგისმინონ ვერ გაიქონ და გაგინონ ანუ მე მაგალითი იმ დღეს რო ილაპარაკე მოდიოდიო მოტოთი მოდიოდი თუ მანქანით მოდიოდი არ მახსოვს მანქანიდან ისროდნენ ხო ეს აღმაშენებელს მოდიოდი და ქორწილი მოდის რა და აქ ის რა ქვია ბოლოთა ყავდა სტუმრად რა და ბოლოთას ვეუბნები რომ მეთქი შეჩემე წარმოედგინე მეთქი ზუსტად ესე უკვე შეჩემე წარმოედგინე აღმაშენებლის დასაწყისში უცებ გვერდზე სიგნალები და ჩემს და ვიღაცამ გადმოყო მეთქი ხელი და დაცხოვა არა მან თავად გადამწყვეტი სიტყვა ხო BMW-დან გადმოყო მეთქი ხელი და აი ესე ზუსტად ეგრე ვთქვი რომ BMW-დან მეთქი რა ვიხა BMW-ს ვეძახი მე იმიტომ რომ BMW არის ეგ რაც საიდანაც მოყო ხელი არც BMW არც BMW არაფერ ხა კი გადავხედე მაგით უყვები ეგ არის BMW და მაქედან ვინც ისოს BMW-ში ისწრაო რა გავაკეთო ეხლა ხო და ანუ რაღაცა მე ვიღაცა ამონჭრა ნუ რა როგორც ხდება ხოლმე სადღაც იქ TikTok-ზე, Facebook-ზე სადღაც ის და ეხ შენი მაყურებელი როცა გიყურებს YouTube-ზე ხო მაინც ესმის და მაგიტო ყავხარ გამოწერილიც მაგიტო გიყურებს რომ რასაც ყვები სწორად იგებს რა შენი მაყურებელი იქით ვიღაცას უცხოტები რო უყურებს Facebook-ზე თან რა შეიძლება გაიგო ეხა საჯაროდ რატო ამბობ ეგეთ რამესო გითხრა არა საათნახევრიანი პოდკასტი ანუ 1 წუთთან 30 წამს რომ ამოჭრი რაღაცას რა შეიძლება გაიგო ეხა ის ტიპი ასლა იქნებ მეორე წამს სხვა რამეს ვამბობ რომ BMW თქვა იმ ვიღაცამ მეთქი არასწორად და რაღაც სხვანაირად ფუთავ რაღაც BMW არ არის ჯიგარო ეგ მაგას ვერ არჩევს და ამას პასუხი და ანუ პრობლემა დაინახეს ის რომ ბოლოთას შეჩემო ვაკადრე BMW ვთქვი და ვიღაცა ტიპი რომ იარახს ისრო და აღმაშენებელზე ანუ ყველა ყველა მაგაზეც იყო 1-2 კომენტარი რომ ძმა სტარტოვკა ყველა პანძემკაში იყიდება ო ავია ბიჭო გავიგე მაგრამ ეხა გვერდზე მივდივარ აი წარმოვიდგინეთ სიტუაცია გვერდზე მივდივარ მანქანით ვიღაცა მიზის შვილი არა ხო მიშვალ ერთად ხარ რაღაცა იქ ძველი შვილი მანქა რაღაცა ის კანებს იქ რაღაცას ხლაპუშკა ეხა გადაუჭრი გზას და გავუკეთებ იმ სტარტოვკას და დაიქნოს кай განგები და მაგაზე რა რომ BMW ამსოდნია და ხო და აი ეგ შეიძლება თურმე სერიოზული ის არის რა ანუ იქიდან რომ ისრი და მე ქორწილის მერე დედის რო აგინებენ ამდენ ხალხში ერთმანეთს და ერთმანეთს უტყაპუნებენ ეგ არაფერი არ არის კაცო იქ რა ქვია სუფრაზე რომ მოთრეულიაო ეხა გეტყვია სუფრაზე რომ გამოდგები და ისრი და რაღაცა ის მაგარი როჟა ხარ ბიჭო რატო წყნარად შვიდად გაიარა რაჩნია რა ეგეც ისეთია მაიკ რატო მაპატიეთ დოლი გააცრო მაგითის ვაკერა ეხა ტრიომანდელიდან შემოთავაზება მოვა რომ მე დოლე ტრიომანდელს ხო არ უსმენო კაცი გადახვევა დავიძროს მოსმენელი მაქვს მოსმენელია აბა პლანშეტის რომ მოძრაობდი რა ხო და მაგრამ ზოგადად ხო აი ყველაზე μετად რომელი ხმარ მევასებიცი ნუ ადამიანია და გემოვნება რა აი ეს ო რა გიბრიელა ჭამს და მე რაკეთები რა აი მე ხა აზანანე ხო ხტები და ხა როგორ კონტექსტი რო ბაზარი არ არის მე იმას ვამბობ მე რა არ მოწონს მე რომ ეს არის ცუდი იმიტომ რომ შეიძლება თავის პოც სხვა ადამიანს რა ვიოსებოდეს მოწონდეს რა ხტები რომ ხა შეიძლება ქვეყნის მოღალატე გახდება აქ სიტყვების და ნუ აი ვიღაცება შეიძლება ხო ძალიან დიდი ისე აი თასო მოიცა მოღალატები ხო აქ ჰამლეტ გონაშვილის ჩაკრულო რო კოსმოსში არის გაშვებული ყოველ დღე მაგას ჩემპიონში ჩემ ამბავში 20 ზეიმობ ხოლმე და ვიღაცა რო გამახსენდება რომ რაღაცა აქ სიგიჟეს გააკეთებს, რასაც თუნდაც შემყვები, მაგის საპირწონედ ჩემ თავში ყოველთვის იწყება რომ ჰამლეტ გონაშვილი ჩაკრულო არის სადღაც და თუ სხვა ცივილიზაცია არსებობს და მე მგონია რომ არსებობს, პირველი თუ აი რომ მიუვათ რომ ნახავენ ჩვენზე კაცობრიობაზე წარმოდგენა შეექმნება, ერთ-ერთი რაც იქნება ჰამლეტ გონაშვილის ის
ეგ სხვა ბაზარია. და ეხლა ვიღაცა იქ გამოვიდა ეხლა ლესგინკა რო იცეკოს და მე ჩამოვლე და დახვდებიან ეს. მე რაც ვიმღერე, ის კიდე გადაარემიქსოს და რაღაც, არ მევასება, რა გავაკეთო, კაცო, ვისაც ევასება, ევასებოდეს. არაფერს არ ვუჩი, ისე არ ევასებათ ვიღაცებს ის რაც მე მევასება. არა, მე არ შემიძლია არ დაგეთახო კაცო მაგაში, მაგრამ და ხანდახან არის ხოლმე რა შემთხვევები, რომ აი ძალიან არ მომწონს ის, რომ ქართულ ტრადიციებს რეალურად ხანდახან მართლა დაცვა ჭირდება იმ კუთხით, რომ რაღაცეები არ იციან რა ზოგმა რა, სამწუხაროდ ყველა მარიცის მართლა რა არის ტრადიციები მაგალითად რა, თქვა მელიქიფის ამბავი რა იყო, თამადის ამბავი რა იყო, სუფრის რიტუალი რა იყო ბოლომდე, იქ რაც არ შეიძლებოდა დღეს არის ნორმა. მაგალითად მე არ ვამბობ ხა შეიძლება უკვე აღარ არის ხშირი შემთხვევა, მაგრამ თამადა მიდის და 2 კილო კარაქი უნდა შეჭამოს რომ მე გარდათვრეს და თუ ვიღაცა ვეღარსვავს სუდათ არის შეიძლება იქ რაღაცა უთხრას და რა ეგეთი რაღაცები არ შეიძლებოდა. ადრე იყო ესე იყვნენ ახალგაზრდა მელიქიფეები, ბიჭები ჩვენ 17-18 წლისები, რომლებიც უსხავდნენ ადამიანებს იქ, რომლებიც იყვნენ მათთვის ავტორიტეტები, ხო, უფროსი ადამიანი სხვანაირი იყო. ხო და შესაბამისად ეხა იქ რატო იყვნენ? მარტო იმიტომ რომ მათთვის დაესხათ. ანა ისინი ვერ დაისხავდნენ თვითონ, მაგრამ ეს ბავშვები იყვნენ იმისთვის, რომ ენახათ რას ნიშნავს სუფრის ჰარმონია. როგორ შეიძლება, აი რა რო არტი რო არის ეს და როგორი მნიშვნელობა ყველა კოდექსის, ყველა საქციელს, ყველა მიხრომ დალევას რო თავისი ცოდნა უნდა, საუბარს რო თავისი ცოდნა უნდა, მოსმენას რო თავისი ცოდნა უნდა. იმიტომ რომ რეალურად აი ეგეთ სუფრებზე შეიქმნა ის მართლა ის გენიალური, რომელიც არ არის მხოლოდ საქართველოს მონაპოვარი, არის მსოფლიოს მონაპოვარი. შეიქმნა ეგეთ სუფრებზე. აი ესე კიტესა ბაბუ და იმან პაპა და მიხუანთისა და იმან თემან შეიქმნა ის გენიალურობა, რაც დღემდე არის და ჩვენზე მეტად ხანდახან სამწუხაროდ ხვები აფასებენ ხოლმე, ხო? ამიტომ ეგ სხვა ამბავია და მე ძალიან აი გული მტკივა ხოლმე, რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის რა. ეხლა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ყველაფერი რაც ქართულ ენაზეა, კაცო, თუ არ მომეწონა იმას კი ანიშნავს, მე ქართული არ მომწონს. ან თუ რაღაცა ფანოღი იმიტომ არ მომაწენა, რომ ხანდახან ადამიანებს ერევათ, რომ გონიათ, რომ ეს ტრადიცია თუ რაღაც. არა ჩემ ეზე ძალიან უგემოვნო მიქსია სხვადასხვა რაღაცა ჟანრების, რომელიც ადრეც არსებობდა. თორე ეხლა მას ბაიათები ძალიან მიყვარს, გიждები ამ ძველი თბილისის იმებზე, ავთენტურობაზე, კულტურაზე და ამ კულტურათა მრავალფეროვნებაზე, მიქსზე, ძალიან ტოლერანტული ხალხი ვართ, სხვათა შორის ქართველები ძალიან სტუმართ მოყვარე მართლა. არ უნდა აგვერიოს ხოლმე, ხანდახან არ უნდა გვეგონოს, რომ რაღაცებს რასაც ხედავთ არ მოგწონთ, ეს უხდებოდა რა. და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიის განმავლობაში ძალიან ბევრი, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყანა მუდმივად გვერჩოდა და რასაც ჩვენ გადავრჩით და რაც ჩვენ გამოვიარეთ, ეგ არის კიდე ცალკე ამბავი და ყოველთვის. აი როცა ყველაზე დაარდომილები ვიქნებით და გვეგონება, რომ ეს რა საშინელი რა ცუდი სიტუაციაა და მართლა ცუდები ხوارთ და რაღაცა, აი ყოველთვის უნდა გავიხსენოთ ხოლმე ის მომენტები, იმიტომ რომ მართლა ვიმსახურებთ ამას რა. ჩვენ წარსულში გვაქვს უამრავი საამაყო. ხო და რაღაცებმა და რაღაცა ფეიკ ამბებმა ეს არასდროს არ უნდა დაჩრდილოს ხოლმე. ადამიანი შეიძლება იყოს კონსერვატორი, ადამიანი შეიძლება იყოს ლიბერალი, ვიღაცა შეიძლება იყოს კოსმოპოლიტი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. რაღაცეები არის უნივერსალურად მნიშვნელოვანი ჩვენი ისტორიისთვის, ჩვენი ავთენტურობისთვის და ასე შემდეგ. ეხლა მე რის თქმა მინდა, რომ მომზადებული მაქვს თქვენთვის თამაში. აბა, გასართობი, მაგრამ სამ თამაშზე გადავალთ, ჩვენ გვაქვს სტანდარტული რუბრიკა ყველა გადაცემაში, სადაც ვათამაშებთ კომენტარის ავტორებთან ჩიპსებს და ბავარიას ჩიპსებს, რომელიც ძალიან მოეწონა ილოს აშკარად. დავამატებ კიდე ერთ ეხა დავამატებთ. ხო და ნახე კომენტარებს გვიწერენ, ესეთი რუბრიკა გვაქვს, რომ სტუმარი კი არა და კითხვა სტუმართან. და კომენტარის ავტორს საჩუქრად გადაეცემა ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები და შენს რა თქმა უნდა ხელსარიელი არ წახვალაგენ ეს თუ მოგეწონა ხარ რას ველაპარაკები ნატახტარის ლიმონადი ჩვენა რას ველაპარაკები და მადლობა ჩემი შვილებისგანაც მითხრა გაუსწორდება ძალიან სასიამოვნო სხვათა შორის ლუდის არის ნატურალური ქართული მე ცოტას გადამოწმებული გვაქვს ვიყავით ქარხანაში ვიყავით ეზოზებით მირთმევენ ასე რომ არა ხო არა ქარხანაში ვიყავ ჩავიბარეთ იქ ყველაფერი კი ნატურალური მიწაში ეყარა ის კარტოფილი მე რაც ვნახე და იქ ამოთხარად ამოდიოდა სხვანაირად არ ვიცი ხო ეხლა პირველი კომენტარი ეს არის კითხვა სტუმართან რომ შეგეძლოს ვის გააცოცხლებული ისტორიიდან და რა სამ კითხვას დაუსვამდი მას. ო გაურთულა იგივე სამი კითხვა ერთი იყოფილა. აი ერთი მაინც იყოს, ნუ როგორც მინიმუმ. ხო, სანამ კრისტის vlogs official. ანუ კრისტის vlogებს უნდა უყურო მე. გამოიწერეთ კრისტის არხი
სასწაული ბლოგები აქვს. შემდეგ გადაცემაში მოგიყვებით უფრო დაწვრილებით რა ხდება კრისტის ბლოგებში. სალამ მილო გადავიდეთ ფიქრობს პასუხზე, მანამდე შეგახსენებთ, რომ საჩუქრის მისაღებად მოგწერეთ ლუდისას Facebook ვერზე მეგობ. ილო გისმენთ, რამე იდეა ხო არ მოგივიდა. მანამდე შეგვიძლია გიორგი მროგვი პასუხოს ვის გავაცოცხლებდი? ხო, ვის გავაცოცხლებდი და მე გავაცოცხლებდი ჯიმი ჰოფას და ვკითხავდი ვინდა გბრიდა საბოლოოდ მითხარი მეთქი რა. ჯიმი ჰოფა იყო ეგეთი ამერიკაში. ტიპი რომელიც ამბობენ რომ განგსტერებმა მოკლეს. კაი, ისე ვიძახე ხა მაგაზე არ გავხარჯავდი მაგაზე დედას ვიცავ. უბრალოდ ეხლა ხანს ნახე ფილმი ეგ და მანდ იყო ეგ რომ დღემდე გაურკვეველია თუ რაღაცა ვინ მოკლა თუ რაღაც, მაგრამ მაინც. აი რეალურად ისტორია. ისი რა არის? ისტორიიდანაც ეხა რო გითხრა, ბევრია ეგეთი. ეხა მაგალითისთვის რა, ანუ ეხა სამ რამ კითხვას დავუსმევდი, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ეგეც მოვიფიქრო. თუმცა აი არიან ადამიანები, ჰიტ ლეჯერი, მაგალითად, აი საოცარი ჰიტ ლეჯერს გააზრდა, რა გეჩქარებოდა თქო. ხო, რა გეჩქარებოდა საკითხავდი, მაგრამ შევას მიცემდა. ალბათ სამსახიობო ამბავში ხა ეგ ისედაც იცი რა არის, რა უნდა კითხო ხა იმ ჰიტ ლეჯერს, თუნდაც ისეთი რაც არ შეგიძლია ეხლა გაიგო საიდანმე. ესე იგი რაღაცა ძალიან პირადული უნდა იყოს, ახლა მის პირადული ისე არ მაინტერესებს სამსახიობო ხელოვნებაზე რომ დაუსვა და რამე ისეთი იქნება რომ მაგას სხვაგანაც წაიკითხავ, დანარჩენი უკვე შესრულებაზეა. ამიტომ არ ვიცი ვინ შეიძლება ისეთი, ალბათ რავი აი შოთა რუსთაველი, ვაჟა ფშაველა, აი სიამოვნებით მექნებოდა, აი უბრალოდ რომ მენახა, აი თუნდაც რომ მენახა, უკვე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი. ეხა არის კიდე სხვები, მაგრამ ნუ ესე რავი მარკუს ავრელიუსი მეთქი არა რავი ეხა ისეთ ვიღაცებით შეიძლება ითქვა ვინც მართლა ისტორიულად ძალიან საინტერესო ხალხი იყო და ჩემთვის მნიშვნელოვანი ილია ჭავჭავაძე მაგალითად რა აი მასთან ერთად ღამე გატარებული და საუბარი საქართველოზე იქნებოდა ჩემთვის ნუ რავი აი ვისთვის არ იქნებოდა ეხა ხო ხდები ხა ნაპოლეონ ბონაპარტს ხო არ გავახვიზებ და ხო არ დავუწყებ იქ იმას მე მქონდა ეგ ფიქრი აქვს არა ბაზარი გავაღვიძებ და კიდე ფილიტასასველი რატო არ წაიღე თქო შეიძლება აი რატო თქო რატო გაჩერდი მე გავაცოცხლებდი ვინე რო ახლიდან მომეკლა მე რა აი ჩათლახს პუტინი ცოცხალია ჯერჯერობით ხაროთ გიორგი თორე აი რომ მოკვდება სიამოვნებით გავაცოცხლებდი და კიდე დავარიდავდი მე ისეც უფრო ვინატრებდი რომ გააცოცხლო და წაიყვანო და ვიღაცას უდედა მაგისთვის რომ გააცოცხლო რა ოპა აი მაგ ეგ ვიქნი იქნება ვის გააცოცხლებდი რომ აი ხოიც იქ რომ მიდიხარ და ეგეთი ტიპი რომ მიყავს ის რო გეკითხება მე რომ მივხოთ რაღაცას თოში და რომელი იყო აბა ეგეთი ჩუვაკი აი ეგეთი კენეთ სკოლს რა ერქვა ოსვალდ ხო და მაგას პუტინისთვის გავაცოცხლებთ. გიორგი, მე წინაპირობას შეგახსენებ, რომ ჩვენ გქონდა ჩვენ ყავს ახალი სპონსორი ალკოსფერო და მაყურებელს შევპირდით, რომ შემდეგ გადაცემაში, ანუ ამ გადაცემაში გავათამაშებთ ალკოსფეროს რომს მათ მიერ გამოგზავნილს როგორ? ანგოსტურა. შენ გირაცვალე. და გამარჯვებული კომენტარებში ვიპოვეთ, თქვენ უნდა დაგეწერათ თქვენი ისტორია პირველი სიმთვრალის და ამ ადამიანმა მოინდომა და ამდენი უწერია. არა, სხვათა შორის ძალიან მოკლედ და ლაკონურად უწერია. შეძლებს დაგვარად. მე ვერ ვხედავ. ვერ ხედავს და მე წავიკითხა მე-9 კლასში სკოლიდან გავიპარეთ 4 ბიჭი. ვიყიდეთ 2 ცალი ორნახევრიანი ლუდი და 3 ცალი გომი, ერთი პატარა ნატეხი პურიც კი არ გქონდა. მოკლედ ისეთი მთვრალები ვიყავით. სოფელში კანაოში პირს ვიბანდით ცოტა აზზე მოვიდოდით ერთი ჩავარდა გვეხჩობოდა აუ კანაოში ხჩობოდა ჩუბაკი კანაოში რო ამოვიყვანეთ კიდე კაი არ დავიხჭეთ ორე სახლში მომკლავენ წემითო მე ისეთი მთვრალი მივედი სახლში მეორე სართულზე კიბეზე პირდაპირ მნიშვნელობით 4-ით ავედი კიბეზე ეგრე ავდივართ ყველანი ნასვამების ხოთა შორის არ არის პრობლემა ეგ ძალიან მიღებულია და მე უკუღმაც ავსულარ ეგ იყო პირველი დათრობა. კიდე ბევრი აკლია ამ ისტორიას. ლაკონურად მოყვათ ხო გითხრადი ადამიანი. აი ისინი გვაინტერესებს და შემდეგ ზრო დაგვიწერო. უღრმესი მადლობა ესეთი კარგი ისტორიისთვის, ბევრი კაი ისტორია იყო, მეგობრებო, მადლობა თქვენ ყველას. ხო, ალკოსფეროს ხო შეგიძლიათ ამას გამგიგზავნით, კერნო მოგწერდა მე ჩაგაბარებთ რა, ჩაბარებით არ ჩვენთან რა და შეგიძლია ეს დალიო, შეიძლება გომზე და ხო, ამასთან ერთად რა თქმა უნდა, ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრებიც მოხდება. გომს ჯობია მილიონჯერ დავიგინები. ოღონდ როდალევ ამას შენიჭირიმე ცოტა ფრთხილად, კიბეზე ფრთხილად ადი, კანაო არ არის საჭირო. უღმა 4-ით. აუ ის რა ჯიგარია რა თქვა რა. კიდე კაი არ დავიხჩეო თორე სახში მომკლავ მაგარია. დენა დროგეში. მე ეგ ფიქრები ხო გაქვს ხოლმე ზოგადად რაღაცაზე, რომ აი ეხლა რომ მოგწე არ არის ისედაც ხო შეიძლება რაღაცას დანებული, აი
არაფერი გეშველება. იქში ხარ რა, ანუ არაფერი არ გშველის იდეაში, მაგრამ მაინც ვფიქრობ რაღაც სისულელეზე, რომ იქ ვინმე შეიძლება გეჭხუბოს. და მე ეხლა მაქვს თქვენთვის თამაში, რომლისთვისაც დაგჭირდება 2 დაბა. ორივე მხრიდან რო იწერება ეგეთია, ხო? ხო, რაღაც გამოვხსენდა. აშკარად კარგი არაფერი, ხო? არა, გამახსენე, ცი აი, უცებ წარმოვიდგინე სცენა, რომ აი რაღაც ერთ რო უყურებს რა ერთი 10 წლის ბავშვი რა რაღაცა და იქ მამაც რო გაიჩნდება და უცებ სადაც ევრონიუსიან, ევროპა, მასე რა ქვია კაც სპორტული ისო ევრონიუსია, არა, ევროსპორტი. რაღაც ევროსპორტიან სადმე ბოდიბილდერი რო გამოდის და აი და რაღაცებს ვაკეთებს რა და ეხა შულთან ერთად რო ხარ რო უყურებ ხო ისეთი პონტია რომ პონტია რა ვიღაცა ძალიან ძლიერი ტიპია ხვდები და შეახცო ვერ ხარ ეგრე შეიძლება რომ მომხედავს გახედავს და შე როგორც ნოუ რო ეხო არის as goes is dead რო არის ეხავ აი რა სხვა რა უნდა კრა ეს გა ის ხო იყო as goes ეს პატარა ყოქთო მაგაც ვიძახი მაგას რო ვიძახი არ ეთყობოთ მაგენი მე პრო აბა რა უნდა თანაგეთები იყვნენ თანიღა მაგენი პროტეინებს იკეთებენ ყველაფერი და ბალანსის ამბავია სი აი მე თქვენთან მაქვს თხოვნა რომ დაფის ერთი მხრიდან დაწეროთ სიტყვა სპორტი უკაცად ქართულენთან დავწეროთ as you wish now as you wish ევროსპორტი სპორტი და დაფის მეორე მხრიდან დაწეროთ სიტყვა სექსი სპორტული სექსი რაღაც ახალია ცოტნე აი შევხედოთ გიორგი ნახოთ თქვენ უნდა გამოიცნოთ ეკრანზე გამოჩნდება ნიფთი და თქვენ უნდა გამოიცნოთ ეს არის სექს სათამაშო თუ სპორტული ინვენტარი აჰა და რომელიც იქნება ის უნდა კი ბატონო და შესაბამისად დაგერიცხებათ ქულები მე უბრალოდ აქაც გავეზრდებ არის შანსი რომ ვიღაცა სპორტულ ინვენტარს როგორც სექს სათამაშოდ ისე იყენებდეს ნუ ეხა ფანტაზიის უნარი ადამიანს თუ გააჩნია რაზე არის არ ამგონია რომ სექს ინვენტარი სპორტის მონჩი გამოიყენო ამიტომ პირიქით თუ მოხდება აი ის იმით რო ხტებია ჭოკი ხო შეიძლება გამოიყენოს გიორგი არა მარტო ჭოკი ოღონდ შენ მოინდომე და რაგბის ბურთი შეგიძლია გამოიყენო მაგრამ ეგ არის ჭოკით დახტო ჭოკით და ის ჭოკით ხტომა საკმაოდ მარტივია კი ცალსახად და ასე რომ ალბათ ყველა მიცით არა ამბობ რა მე მაგ მზად ხარ პასუხები ისა რა არა კი არის რაღაცა ჯიმის ვიძე კი არის მაგრამ პროსტო რა არა მე მგონი ხალ ისა იქით კამერას მიუტრიალე sex toy ja всё ესე იგი და მე რა ტრენაჟორის ის არის სპორტული ინვენტარი ეს არის სპორტული ინვენტარი 1-0 კუნთის მასაჟორია პროსტო მე ეჭვი მაქვს იმ ხელა იმას ანიჭებს ხალხს სიამოვნებას რომ არა ნუ როგორც გითხარი ფანტაზია ადამიანის ულევია მაგრამ როგორც ეგეთი შეიქნა ეგრე მუშაობ თუ გაიგეთ მაშინ ამოდის რომ სექსის არის ძალიან გქვა კონცები პირველები ეს სამზარეულოა ეს რა 19 საუკუნის ჩოგნებია უიმბლდონზე ასე თამაშობდნენ 3-2-1 მოდი მე ხა ესე აი რა სექსი უნდა ქონდეს ეხლა ეს რო უთხრა სამთქინეული იქნება აბა სორტი რა კიო არასორი ლოგიკით მიდის აღგარა მე ესო და ადამიანი ეს არის სექსი მე თუ გითხავ შვენიერი ხახვი დაიჭრება და მანძერა შეწერია რომ კრიკეტის მატჩი სასაც გამოგადგება მაგრამ ხო მაგრამ სპორტს დაუკავშირე ვერანაირად აუ ეს უეჭველი აუ ეხა გაიგე ეს ეხა ის არის რა ქვია თამსვლელი უნდა ჩამოეკიდოს თუ რაღაცა მძიმე ის რა ქვია შტანგა რო არის რა ეგ ხო უკიდიათ ხოლმე და ესე რო აკეთებ ვარჯიშობენ მაგასაც გავს მაგრამ ალბათ სექსი მე მივხვდი ის ზემოთ იყიდება ზემოთ ლურსმას კარგად რო აი კედელი რო არ ჩამოინგრეს კი არა და ჭერი იმებში ფეხებს უყრი მე ესე გაბზრიალებ და ზიხარ სექსუალური აქტის დროს უცებ ხელს გიშვებს და ისი მოუწევია სექსის დროს ეგ ბიჭო რა ბზრიალებს რა აბზრიალებს და ეს კითხულობს რა სიამოვნება შეიძლება მაგას გავდეს აი იყოს სპორტი სპორტი კი ბატონო ეს ორივე მართალი ბრძანდებით ასე რომ მაგარი გამოყენება მოუზებნა ილო მიშო რა სპორტი
ნუ მე მგონია ის ხელში რო გიჭირავს რომ ავარჯიშო და მე რო ძლიერი ხელები გაქვს და შეიძლება გარკვეულ წილად ეს რამეში გამოგადგეს. აი ყველაფერი ისე რაღაცა რომელიც ერთმანეთთან კავშირშია. ეს შეიძლება იყოს განტელი სურათი რო ყოფილიყო სახელმწიფო რეკრემა. ეს შეიძლება რაღაცა ისეთი ან საყვარელი განტელია უბრალოდ. აბა რავი, ნუ კაი ხო. მე ვიცი რაც. აუ იქნება რაღაცა. 3 2 1 ხო. სექსი. მე უბრალოდ ადამიანის ფანტაზიას სექსი. ეს არის აღზერაში წერია რომ თუ ამით პენისის დასაპატარავებელი. ძალიან დიდი რო აქვთ ხოლმე ამას იკეთებ. პენისის დასაპატარავებელი. ანუ მარტო არის დიან პენის ზოგი აპატარავებს. არ დამჭირვებია გიორგი. რასათქმელია გაიუზე, მაგრამ ნამდვილად არ დამჭირვებია გიორგია. ძალიან ცუდი სურათია უბრალოდ. ეს ალბათ 3 2 1 სპორტი რა უბედურება ყველაფერი ეს ის არ არის რა ქვია. ახან ორია იმას კი არის სექსი უნდა ეს არის ხო იმ შტანგის საწევი ხო რა დანადგარია ეს რა ეს შოდა მოახლოვე გაბურო ანუ ეს მომენტ შეიძლება რომ ნებაყოფლობით გააკეთო იმას უყურე გრეის 50 ოფერს ბოლო პერიოდში მაგრამ ინსპირაცია იყო თამაში რა აშკარად სპორტის არის ხა რავი რა ის უნდა იყოს და მე ის უნდა უღიტინო რა პროსტა ნუ ეს თუ სპორტის არ არის და აქ რაღაცა ის არის მაშინ მე შეიტანონ ეს სპორტის სახეობაში აშკარად ხა იმიტომ რომ არ იქნება ხო რავი მაგას ვკითხულობ რა არის 3 2 1 სპორტი რა მოილაპარაკეთ კაი რა სპორტია ეს არის პილატესის რა არის ბიჭო ის გვაბნევს დუმა რა არის არაფერი რბილი ჩამოსადებია პროსტო ფეხების რა ეს კასტეტის ჩიხოლია მე მგონი ისე კასტეტ ჩიხოლია გვინც არის აბა რა სპორტი ხო სექსი გუნდიშას ერთი კულა ეს რაში იყენებენ გეხო გორკილების შემცვლელია ფაქტობრივად გორკილებია ხო მაგრამ ამითი როგორ უნდა ჩამოიკიდო მე ეგ არ თქვი რომ მეთქი არა ხელების დაბმა მეთქი ხო დაბმის პონდია ნახე წინ არ გეგონება რომ ქალი დგას და თმას ისწორებს ა ესია სხვანაირი ხედვა აქვს ტელეფონზე ლაპარაკობს არა შეხედე ბიჭო 3 ხო რავი შეხედავ ჯერ მარტო აი ის არის დასაბმელი ზეწარია კი არა და ჩიხოლი 3 სპორტია 1 მე სპორტს მივცემ ხმას გუნდიშა იმენა რაღაცა ინტუიცია აქვს არამედანე ირანში გამოიყენება და სპორტია ხალმეში ხო ამ სპორტია ხალმეში ანუ რეალურად ჰამაკი ქვია მაგრამ ხო მაგისთვის გამოიყენება რომ გაწელოები გამოწოდები გასაწელი არის ხო ამით წელები ნუ ამით გასაგებია რომ სხვა აუცილებლად და არა მარტო გაშორებს საკუთარ თავთან გაშორებს ვიღას მოატრიალე ექსპორტია გაორება ეს ამას ეთანხმები ხა ნუ ეს არ არის აკრონა დადგედა ხო პრობლემა იმისია ეგ არა მაგრამ ეხლა რა მაინტერესებს იცი აი მე მაგალითად უყურებ ხო აი როგორ გამიღებ თქვენ ეხლა რეალურად აი რომ შე რო ფიქრობდი ეხლა რას ფიქრობდი რომ ცდილობდი წარმოგედგინა ამაზე როგორ შეიძლება სექსი როგორ მე ვარჯიშა რეებს ამოფივა აი ესე კი შენ სპორტისკენ იყოს სპორტი ჰა მე ჩემი კულა როგორც იგრა ილოს ნახე ნუ ეს რა თქმა უნდა ეხლა ეს ამითი რომ სექსი კონდეს რა აი მართლა ეს იქნებოდა ბოლო სექსი არა რა თქმა უნდა სპორტი ალბათ რა გირს გავს რო შეხედა ხო ვიცი რაც არის სექსია ეს რა საჭირო იყო გიორგიას მოძრაობა ამების ელის არის ხო სპორტია ჩემი აზრით ხო ჩემი აზრითაც რავია კი ბატონო სპორტია მე ვიცი რაც არის ეს ისეთი მარყდილი იმით ხო მე ვიცი ეს არის ეს ის ხო არ არის რაღაცა ჩამოუშვებ და მე უკვე არა ეგ 3 არა ეს არის ჰოლაჰუპის კი არა და ჰოლაჰუპის რაღაცა სახტუნაო შემცვლელია ხო და სახტუნა უნდა მეთქო რომ ჩამოიშლება მეთქი და მე რატომღაც ვიფიქრე რომ ეს მე ერთ რა თქმა უნდა ანუ ახლა ეს იცი ნუ ახლა როგორ შეხედე რა ვიცი ახლა არა სპორტის კისრის და წელის ის არის სამაგრებელი რაღაცა აი კრაკი უნდა ჩადო და კისერი აუ მე საწავედი ახლა იცი აუ რა ცუდე ეხლა წავედი რომ 4 ადამიანს უკეთია ეხლა კისერზე რა ცუდ ფიქრებში აი
ილოს ფიქრობ ჩახედვა ხა იმას რა ქვია ეგრეთ წოდებულ რა ქვია იმას ძაღლებს რო აშეინიკი აშეინიკ მოდი ეგრე და ჟარგონულად თქვა ჟარგონულად დასაძმელი თქვენი ვარიანტები და მე მგონია რომ არის ხო სექსი რა სექსი არის კი ბატონო და აღწერაში არის იდეალური რომ საუკეთესო საშუალება ლოგინში თავის გასამაგრებლად არ ვიცი როგორ უნდა გამოიყენო მაგრამ ალაში ჭირდება თავის გადავარდე ხო რაღაცა ეგეთია არ ვიცი და მოიგო აი ის დანადგარი რა გუნდიშა მოიგო შენ როგორც მივხვდი არ სვამო ენაცვალა ეხა არა ტეკილას ხო ნუ არ დაგაზარებო I love tequila sunrise I understand you know that's can't drink it anymore შემდეგ გადაცემაში შემოგთავაზებთ ამ სავარჯიშო თანაწამყვანი მაინც გისმენს და აპარატის ინსტრუქციას ძალიან ცოტნე გაკეთებს გაცემებს ხო მაგას როგორი კაია რომ თანაწამყვანი ზოგადად გისმენს და ერთად მიყავთ გადაცემა და ხო თქვენი არ ვიცი მაგრამ ენერგია უნდა გავსინჯო რა მოგლესე და უბრალოდ არომატული რაღაცა ჩო ბიჭო გაისა ძალიან შემეცნებით თამაში შორის სად მე ბევრი უამრავი სიახლე გავიგე თუ როგორ შეიძლება ივარჯიშო ადამიანმა და თან ამავე დროს სიამოვნებაც მიიღო კი ბატონო მოკლედ გუნდიშამ გამარჯვა დარბაზში რამდენი კარგი რაღაც ყოფილა თუ რომე აბა დარბაზში შეხო ვეღარ ვიფიქრებ მაგაზე ცოტნე სხვათა შორის მე მაკრო ამ ეპიზოდის მერე სპორტულ მაღაზიებში მომრავლდებიან ადამიანები რომლებიც შეიძლება საერთოდ არ გამოიყურებიან სპორტულად, მაგრამ რატომღაც დიდი რაოდენობით სპორტული დანადგარები მიდიან სახში. მეგობრებო, სექს-შოპში შეგვიძლია კარგი განტელების შეცემა. თუ რომელიმე სპორტული ინვენტარს თქვენ სხვა მიზნით იყენებთ, ეგეც დაგვიწერეთ კომენტარებში და აგვიხწერეთ, არა, არ გვინდა აღწერა. ვიხუბრე. აგვიხწერეთ და ისკიდე. აღსანება მითხარით. მე მოვიგე და ცოტნე სხვავს ეგრე გამოვიდა, მაგრამ მე მაინტერესებს გასინჯოთ ან მინდა ამის. სხვათა შორის ტეკილაზე საინტერესო ფაქტი ვიცი რომ ტეკილა არის ყველაზე ნაკლებად კოლორიული კოლორია ეტად კატორიკა გავარიც ძროხე დიჯე კოლორ ხო ერთი რაღაც მინდა გითხრა იმაზე რა ქვია ალკოსფეროზე რა რო შევედი ახლა ალკოჰოლის ფასები კარგად გეხსენებათ საკმაოდ აი რავი თქვენს თუ გინდა დაწერეთ მე კომენტარებში რაღაც მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ის არის ფასები იდეალურად უჭირავთ რა ძალიან მომეწონა მაგ პონჩი ძალიან გამისწორდა რომ ძალიან აი ალკოსფერო ხო ბევრი მაღაზია არის უკვე თბილისში უფრო მეტი გაიხსნება კიდე ძალიან მაგრამ უფრო ბევრი არა მარტო თბილისში არის კიდე მესტიაო გორიო ისაო ბევრი ადგილას არის რაღაც მასშტაბით არის ძალიან კაი ფასებია და ძალიან კაი აქციები აქვს ეხა რაღაც პერიოდში არის მოკლედ ჩვენი ალკოჰოლის არის რა და ყოველთვის ჩვენი ფული ხო და არა უნდა მივიდე აუცილებლად ნახო დამაინტერესა. ეხლა მე იშვიათად ვსვამ ხომ, მაგრამ ხანდახან სასაჩუქრად ჭირდება. მე ცოტნე მითხრა რომ ესე უნდა დალიო, ეხლა ჯერ ეს უნდა გატრიკო. ანუ ზოგადად ჭიქაზე უნდა იყოს რა. ტონი მონტანა რა. ტონი ეტად კატორი ნოტა კანიშ. ლიცოსა შრამამს რო ეძახ. ხო და აი ბოლოს სცენა ხო გავხსოვს? აი ეგრე უნდა გააკეთო. ხო. ოღონდ წყვილში არა გიორგი. მარილი არა. ოღონდ წყვილში არ გაუშვა. არ გავიყნოსო? არა. არა, კოკაინი კი არის, მაგრამ არა, მარილია, მაგრამ არა ეგრეა არ შვებიან ხოლმე ეგ მინახავს მე იცი რა წყვილში მარილი ხაცა სილვერი ყოფილა ეთქობა რა მე ის არის გოლდებიც აქვს როგორც შეიძლება იყოს ესპანური სისტემა მასტერი დაიცა ხო მე როგორ ვილაპარაკო ენების პაროდიის დიდოსტატი აი ვითომ ესპანურად მიხარი ყველა entonces la medio hombre la cabrón ლა კაბრონ აი ეგ მიყვარს რა კაცი შეიძლება ისე ადამიანი კაცი შეიძლება არ შეიძლება იყოს ნახევრად ადამიანიო რა მაგრამ არა რა თქვი ეს la puta la pendejo puta გამიგია mañana maricón ყველა კაიკაც გაუმარჯოს გაუმარჯოს ადამიანს ყველა ჯიგას ყველა ოქროს იმასავეცა თქვენ გამიმარჯვეთ ჩვენ მოყურებლებო და ეხლა მე დავაჭაშნიკებ და ტეკილა არ უხდება ერთმანეთს მაგრამ ეს აჰა და სუნი როგორც აქ ეგეთივე არომატი აქვს. გოგო თუ მოგეწონება რა, აი ტეკილა დალიე და რაღაცა იქ მექიკოს ერთ-ერთ უბანში ხა და გაივლის ვიღაცა მაგარი გოგო რა და მე ვიქნა, აი მამი. მაგაკეთე და ის მოტრიალ, პაპი, და ტრიალ. ეს თუ იმას წავიდა მექსიკაში.
ერთადერთი რაც ვიცი მექსიკური თემა ეს არის რა ეს. და ქვევით რო ეს მე გავიკეთებ ახლა ეგრე ვაპირებ. არა და ეს ზედა უნდა შევეკრა. Tequila, it's like tequila is not just a drink, it's like a ritual, No, I kill a lot of people when I drink a tequila. I just drink tequila, then killing people. აუ საროჭკარატო არ მაცვია. Yeah, do you like it? Yeah. Oh, it's a LA style, homie. Homes. ეს ხო ეს მარჯანიშვილზე პოლიცია ბაქსუდის სკოლის სტიკერიანი მიკროავტობუსით მოიყვანეს. და ეს ყოდა ჩართული მუსიკები უეჭველი შიგნით. აი, ბიჭო, ბარეთ. თუ გინდა, თუ ბარეთ გინდა ეწერად ბავშვები, ესე ვაწერია ხომ. ბიჭო, მაგა ის არის, მაგა. ამას რო გიკეთე. ექსკურსიაზე ბავშვები. დაუჯერებელი. ქვეყანა ვარ. სპრინტერი, ხო, სპრინტერი არის და ბაქსუდის სკოლის ის. სხვადასხვა მაგ სკოლის განცხადება ვნახე მერე. მართლა? რა? კი, რო ანუ ჩვენ სტიკერი არის დაკარგულიო. არა, ამ სკოლას ყავს თავისი ავტობუსები რა. ოღონდ სხვანაირი დიდი ისინი. დიდი ავტობუსები, მაგრამ ვინც გარეუბნებში ცხოვრობს, სადაც ავტობუსი ვერ მივავალ რაღაც სულ მისადგომ ადგილებში, მაგის ვქირავობთ ხოლმეო მიკროავტობუსებსო და სტიკერი, ხო, სტიკერი დარჩა, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე შეპირდნენ ხალხს, რომ ეს მიკროავტობუსი აღარ ივლისო რა, მიკროავტობუსს გამოვცვლითო სხვა მეკროავტო და ხوارჯობია რომ სტიკერი გამოცვალა. ჩემი აზრით ხო, ეგ უფრო ბევრად უფრო პრაქტიკულია რომ სტიკერი გამოცვალა და მე უფრო კაი ვერსია. მე ჩემი აზრით ძალიან მარტივი გამოცვალა. უფრო კაი ვერსია მაქვს ამ თემაზე რაც არის რა. ბოლო დროს რაც მყავს ნანახი საპატრულო პოლიციაში თანამშრომლები ვინც არიან მგონია რომ ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან და ამით დაყავთ ხოლმე პროსტა კი ეგ მომენტი სამსახურიდან სახლამდე მაგარი ჩაჭაჭყილები არიან ხო არა აშკარად ის არის რო ქვია ხო მაგრამ მე მეგონა რომ იმედია ისეთი ის არ არის სამარშრუტო ეს აი ადრე რო შლიდნენ ხოლმე გაშუაში რომ აუ რა საშინელება იყო ჩემ ათო სატყვა უნდა აი უბრალოდ აი აღარიც შეიძლება აი ბოლოს მე მგონი ალბათ უკვე აპრილიდან ჰაერში კიდე ერთი რო ήταν რომ აი ზემოთ რო ტიპიონ ესე ხაერში სივრცე არ დაიკარგოს ხდები ის სამაკი რო იყო ის უნდა გაეჭირათ მე მახსოვს თავის დროს ეს უჩხუბი იყო ხოლმე რომ აი სამარშრუტო იმებში რო შდებოდი ხოლმე და გაძეძგილი როა და ვიღაც როა უქნებს ხელს და როა შეიძლება და ვის უჭერს სატყვა უნდა მოვიდეს სისტემასა ეხლა შეიძლება როგორ მოგდაეთს და ეგ შეიძლება ბავშვობა გავატარე მაგ ჭაჭყანში ხდები ხდები რამეც და ბევრჯერ ყოფილა რომ მაგ ფული არ მქონია და მეც მქონია ეგ შემთხვევა რომ აი სამარშრუტოებში დამჯდარ ვარ და გადაგდება როგორ პატარა მე 3-4 კლასის ამბებს ყვები რა და მეთქი იქნებ მივიდე რა იმიტომ რომ მაშინ რაღაცა შეიძლება 30 წუთი გლომებოდა და ტროლეიბუსი თუ რაღაც იქაც თან უნდა გადაგეხადა თუ რაღაც ამაში ვждებოდი ხოლმე და როგორი პონტი იყო იცი ანუ შენით ხო ვერ გააჩერებდი და ვერ გადაიხდიდი კაცო ეხა თელ ყურადღების ცენტრში შენ ხარ შენი ძახი გააჩერებ უნდა დალოდებოდი რომ სხვას გაეჩერებინა და პატარა რო იყავი მე ნელ-ნელა შემტყდარიყავი მაგრამ ყველა პონჩი 1-3 ნაბიჯის მერე გესმოდა ძალიან ცუდი გინება და როგორც ეს ეს მიმართულება მე მიწევდა ხოლმე ძალიან ერთ მარშრუტზე რა ანუ შაბათ-კვირას მამა ჩემთან გასვლა მიწევდა ხოლმე კარგად მახსოვს 215 იყო მარშრუტკა რა მე შეცვალეს და 15 გახდა ამათმა რო შეცვალეს პირიქით ხო იცი რაღაც 88 იყო და ეხა 3088 რო გახდა იმ დროს პირიქით გაიც ეს წრიული მარშრუტკა იყო და მაგაში ვждებოდი ხო და ძალიან ხშირად ამ ძღოლებს ახაც ცნობდი რა ყოველ შაბათ-კვირას გადადიხარ ალბათ 10-დან 8 არ მახტევინებდა ხოლმე რა ჩადიბიძი მე მახსოვს ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ტროლეიბუსი საქართველოში ქუთაისში დადიოდა ვასილოვში რა 12 ნომერი იყო თუ არ ვწდები ქუთაისელებო შემისწორეთ თუ გვიყურებთ იქაც ერთი ტროლეიბუსი იყო როგორიც აქ ზუსტად ხო ცოტა სხვანაირი არა იგივე ერთნაირები იყო ყველა პროსტა მე შეღებეს ყველა იწყებდა ესე მანდი იყო რომ ის რო იყო ხოლმე კაბელები და რო და მე ეს ვარდებოდი ამას ეს სკოლი უნდა ჩასულიყო ავიდოდა გაივლიდა 1.50 კიდე ჩამოვარდა კეთილო გესო მე ხერო ვეღარ წამიგრდა
შეიძლება ბავშვი ქართოს რა ღირდა ტროლეიბუსი? 20 თეთრი. 20 თეთრი მაშინ 10 თეთრი ღირდა ტროლეიბუსი, 20 თეთრი ღირდა ავტობუსი აკაი ცხოვრება იყო. და 50 თეთრი ღირდა მარშრუტკა. აუ ჩამოკიდებული. მე მახსოვს რომ აი ტროლეიბუსი როგორ იყო. აი ესე იყო რა, იმდენი რაღაცა სასტავი და კეფას უხახუნებთ და ასფალტს უკვე რა. იმიტომ ერთმანეთზე ვეკიდეთ რა ხვდები? აი ვიღაცის გეშინოდა რომ აი ვიღაცის პერანგიან ის არ ყოფილიყო რა ქურთუკი და იმაზე იყავი მოჭიდებული და იმას ცოტა ესე რაღაცა გაიხადა და ვარდებული და იმიტომ რომ სხვა შანსი არ ქონა რა ის შემდეგი როდის გამოვიდა და კიდე კაცმა არის. ო რაღაც როგორ ახარ ბიჭო? მოდი დაჯი. იდეის უნდა ჩათ. არა გაცვლა. ვაფშე რატომ მოვიდა? მეთქი ათენებს იმო. რასწორთ? ო ტეკილა ხარ როგორ ახარ? ლევან შემოგე. გუნდიშა თუ მაცდის მოხალს. გუნდიშა. ტროლეიბუსი ზღოლი იყო ტროლეიბუსის სტოლი. ანუ იმაში რო არის რა ქვია ბავშვობიდან ერთად მოდია? ანუ ის რო იყო რა ქვია კარიბის ზღვის მეკობრეებში რო არის რო გემის ნაწილი ხდები ხო იცი აი ეგ ტიპი იყო ანუ ტროლეიბუსის ნაწილი იყო უკვე რა ანუ ჯურსი იყო? სად უნდა ვერ გადმოვიდ რო გადმოსული იყო ნაპირზე არ ვიცი დაიწვებოდა თუ რა დაემართებოდა ანუ მისი მეორე ნახევარი იყო ხო აი ტროლეიბუსი? გეფიცები რა კენტაურიო ტროლეიბუსი არ ვიცი როგორ დავარ ადამიანი ტროლეიბუსი ბიჭო აი просто რო შევხედო ანი რო თავი რო ადამიანია და შევეძო ტროლეიბუსი მაგრამ გავხსეულიყავი რა გაქცევაც არ და ქართული ვერსია სფინქსის ხო აუ ნუ გრენდაიზერი ქართული ისეთი საყვარელი ბაბუი იყო ისეთი საყვარელი აი ბოლო აი ტროლეიბუსი ტრამვაი გახსოვს? ტროლეიბუსები ტრამვაი როგორ უნდა გახსოვს ტრამვაი გახსოვს ტრამვაი რატო არ გახსოვს? ისანში ხო იყო 10 წლის რუსეთში მახსოვს მაგრამ ისანი სამგორში ერთ-ერთი ბოლო ჩადიოდა და სამგორში წვიდიოდა. თქვენ ბებრები ხართ ახლა გენაცვალე მე როაყარეს თქვენ თუ გახსოვთ მუშლაეთის სუსუპირველი მაზარებელი გახსოვთ კინის რო იყო ძალიან აი მხელა ვიყავი მაშინ მახსოვს აი პაიჭაძე თამაშობდა მაშინ დინამოზე თამაშები რო იყო ხოლმე ამათ შემაგა აქეთ გადმომიყვანა რა აი ესეთი თაობა მოდის გამიგე აი მე და ამ კაცის თაობა შორის იცი რა განსხვავებაა ჩემთვის აი პირველი ვინც მასე ჩემ ბორის პაიჭაძეა და ამას პირველი ალექსანდრა პაიჭაძეა აი მე იყვიან ეგ რაღაც შეადარ აჩე აი კვარა დაგულოცე კვარა დრო მოვიდა. აბა რატო აბა აუმაჯოს. თქვენ შეკრებას. შესაი ბელიაშვილიდან მოდიხარ ესაც ნახეს სხვათა შორის. თქვენ ანუ მე რაც მოვედი თუ დააკვირდით იმის მერე. სულ მაგას მოკვირდებით ხავით მეთქი არ ვამბობ, მაგრამ თუ დააკვირდით ისე. აი ხამდე არ გვიწევს ბისლა არა კი სხვათა შორის ადგილი შეიცვალა. ვამოწმებდი ეხა არა, ეთყობა გაიგე აქ რომ მოვყევი და გადავიდნენ თეგეტასთან. კითხარეს გადავიდა. სკამი ხო იგივეა სტორია. სკამეიკა. არა, ის სხვა არის. სკამეიკა სხვა, ის ცალკე ის ინდმეწარმეა იქ. ქუჩის მუშაკებზე აქვს საუბარი ამ შემთხვევაში. არ ვიცი როგორ მეტი ხო. შენ არ გეცოდინება. ანუ მე ხარა მე მხოლოდ ხვილი მეწარმეებთან აბა გაუმ ილო არა ნუ ფესტუმას მეცადამიანი ვარ თქვენიანი ასვავს და მე უკვე ჩემი დოზა დავლი ლუდი დალია შემოსტრებულ სტუმარს და სტუმარს გავუმოწმე შენგენაც ეს მომწონს უკვე რაღაცა ტენდენციაც რო შევქნათ რომ ბოლოსკენ სტუმარი შევდიოთ ახლა კი რუბრიკა დამატებით აბა თამაშობდი პადელსო გუნდიშა გადაცემაში ხო ადელიც ვითამაშ. გუნდიშა დაპატიჟე, მე არ დაპატიჟო გადაცემაში, ხო, გაი, хорошо. არა და ჩემი აზრი იყო შენი მოყვანა. ბენის დაპატიჟებთ მე. და გაბოს იბაზრეთ კაი რაღაცეები. მე შემიძლია ვთქვა რომ ეს ეპიზოდი იქნება თანამედროვე საქართველოს მემატიანე. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ისტორიას და როგორც იტყოდა მეფე არა. იმასე იბაზრებთ ხალხი. ჩვენ ქუჩებში ყოფ. მოდი შენ. მოდი. კაი, ნოქსხვენია, მოდი.
მე просто მაინტერესებს გუნდის შაშუაში როგორ გამოიყო. აი სინია ცვლილი. რა სოციალური ექსპერიმენტი ხარ? არ ვიცი ისა. ჯრამისა. ცოტა რა მე ჯერ აქ დაჟდომი არ ვარ. ვილებები. ვა ბიჭო вообще სხვა არიტო თან ეგ გაგეცვალა თან ვილები. არჩო ორ სტუმართან ერთად რაზე ბაზრობდით? შენ თამაშობ პადელს? პადელს კი ნათამაშებენ ორჯერ. ხო. მაგრამ აი ვითამაშოთ. დინდა. მაგარია ძალიან მევასება, ჩოგბურთი მევასება და ეხა მაგ. კაი ვითამაშოთ. ჩოგბურთის ბიძაშვილი ეს. ვითამაშოთ. დღეს ვეთამაშეთ მე და აჩიკო კვარას და კვარას მეგობარს. შალიკას. შალიკას ხო და მე ვერ მოიგეს და მე დარჩნენ რომ მოიგოთ. ხო. ეგრევე ჩოგბურთის ფედერაციასკენ წავედი მე და აჩიკო ვეთამაშეთ კვარას და აი. და ხო ძალიან ისე ჟღერა და შეარველა. აი YouTube-ში თუ გადმოინტეგრირებ მაგ ყველაფერს სხვანაირად ჟღერს. მეგობრებო, ხვალინდელი დღე დადგა უკვე. ხვალინდელი დღე დადგა და შეგვიძლია დავასრულოთ ახლა დასამშვიდობებლად. ყოველ მოიფიქრე. არა, სამშვიდობებლად შემოვედი მე. ლამაზი, საყვარელი. მაგარი, კარგად იყო. ისტორია გავიცემ. ამან იცის კაი დამშვიდობება და მართლში შეეცვალენ. ბატაშორის მე აქამდე მეგონა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გამრავლებისთვის იყო. ეხლა აღმოვაჩინე უამრავი დიდი სამყარო მე სექსში და საერთოდ ფაქტურად გადამიტრიალდა ყველაფერი. დაგევასა პოდკასტი? შეიძლება მიიღო სექსისგან? გააჩნია ტრენაჟორს. გააჩნია ტრენაჟორს, ოკეი. რას გამოიყენა? ეხა უკვე დალაგდა ყველაფერი. ზოგი ვეღარ იღებს. აი ყველაფერი რაც როგორი არასდროს არ არის გვიანი. ყოველთვის შეგიძლია რაღაც სიახლე გაიგო. აბა როგორ დაგვეშვიდობები? შესანიშნავად. მიდი. მადლობა ილოს, მადლობა კვარას რო ესე შემოვიდა, უეცრად და ლამაზად. შემოვალყო. და მე ვიქნებ შემოსვლებზე. კვარა შემოსვლებზე იქნება ხოლმე. და დავასრულებ. შესანიშნავად შემოიჭრა, ძალიან გადასარევად. მადლობა ჩვენს სპონსორს, ჩვენს ლუდისას, ქართული ნატურალური ჩიპსი არის. მადლობა ბავარიას, იმიტომ რომ გვახალისებს ხოლმე და ჩვენი ალკოსფერო გამოჩნდა ჩვენთან ერთად იქნება კიდე კაი ხანი. ძალიან დიდი მადლობა. დღეს სან ხოსე სილვერი ტეკილა დავაგემოვნეთ. სანხოზე? ხო, ეს ანგოსტურა გავათამაშეთ უკვე, შემდეგ უკვე რომ მოხვალთ მე გავატანთ, ვინც მოიგო იმას. არ მახსოვს ის რა იყო. ნიკნეიმი. ხო და რა დავიმშვიდობთ ახლა მაყურებელს. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. შემდეგ შეხვედრამდე, შემდეგ ეპიზოდამდე იმედი მაქვს რომ გაერთეთ და მოგეწონოთ დღევანდელი გადაცემა. ღმერთი თქვენკენ.